მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით. საშინელი ვიდეოთი მინდა დავიწყო საზარელი ვიდეო რა გეცილება რა არის ვერ გავიგე. ავიცი რაზე ამბობ ვაფშე. საზარელი ვიდეოა, ჩემი აზრით ახალი სისხლით ჩაესხა იმ უდიდეს საპროტესტო მონსტრს, რომელიც ჩვენ დაგვანგრევს. ეს არის კაცი ტერმინატორი, რომელიც გადაქელავს რუსული რეჟიმის ყველა წინააღმდეგობას, კაცი გვირი, კაცი დანკო, კაცი ჩეგევარა. მე ესეთი რაღაცები ვთქვი, რომ ეხლა უნდა გავუშვა. ის სიკვდილზეა. წავიდა. ნეპრესიებზე იზრდება, ამიტომ რო გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ ვიწოვენ თქვა სიტყვები ძის რუსეთის სამყარო იმპერია. შეცდებიან, შეგა მიიღები კიდევ უფრო ხმამაღლა ამ სიტყვებს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს 5 საათზე ვიკრიბეთ ბიჭო, ამაზე ძალიან კარგად იყო მე მიდებული. ჩვენი ფაქოს პერსონაჟი რო იყო რა, ძველ შაბათის შოუში. ხო იცი? ის ზუსტად ერთ-ერთი არის იმის განსხეულება, ოღონდ რეალურ ცხოვრებაში. არა, შინაარსი გაიგეთ ვინმე? ეხა შინაარს ეხა შინაარს მომსწრაფი ვერაფერი ვერ გავიგე. ნეპრესიებზე იზრდება, ამიტომ რო გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ ვიწოვენ თქვა სიტყვები ძის რუსეთის სამყარო იმპერია. შეცდებიან, შეგა მიიღები კიდევ უფრო ხმამაღლა ამ სიტყვებს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს 5 საათზე. აი, მიდი კაცი, შეგემოგეულეთ რა. არა, ჩვენ საქმე გვაქვს. ჩვენ დავცინოთ ფოთაშორის ლოგობეტიური პრობლემები აქვს და ესე არ დავცინოთ. არა, რა თქმა უნდა, მე სხვა რამეს ვამბობ, კაცო. ერთი წუთით რა დავასრულებ. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან საშიშ ძალასთან, არა ამის სახით. რაღაცა გარკვეული ჯგუფი, საინიციატივო ჯგუფი ხო არსებობს, ამ პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს არის ლეგიტიმური სპიკერი დასაშინებლად სახელმწიფოს. ხო, ანუ ვიღაცამ ხო გადაწყვიტა ერთი 10 კაცი შეიკრიბა, რომ მოდი, აი, სწორი. არა, 10-მა დაადასტურა, რომ მოდი ეს გავუშვათ, რომელიც ეთქვის, რომ თქვენ თუ ამას იზავთ, ჩვენ უფრო მეტ წინააღმდეგობას გავიგებთ. რეზისტენცია იზრდება ჩვენში. თქვენ ავტომატებით, ჩვენ მოლოტოვებით, ანუ ჩვენ აქედან უნდა შეგვეშინდეს და შენ ხვდები რა ძალასთან გვაქვს საქმე როგორი საშიშია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთად. არა. ისინი სხვაგან ცხოვრობენ. სხვა სამყაროში საერთოდ. კი, განზომილება. ანტიმატერიაში განზომილება. სხვა განზომილება. არის, იმიტომ რომ მე მინდა გირჩიოთ. მარს ხواشე ფონეტიკა არ მოგატყოს, ძალიან როგორც ლიტერატურაში და კინოში არის რომ ფონეტიკით არ უნდა მოთხოვო. არა, როგორც კეთილმოსურნე კი არ გირჩევთ, მაგრამ უბრალოდ ჩვენც რო ცოტათ ამას აუწიოთ, ოპონენტი სხვანაირად შევაფასოთ, რაღაცა ცოტა წესიერი წინააღმდეგობა გაგვიწერეთ რა, დღეს მანქანით მოვდიოდი. და გზად დავინახე უნივერსიტეტის ქუჩაზე იდგა გრიგოლა გეგელია, აი მე რა კაი. რატო არ გაუჩერე მე? აი არ მქონდა ნერვები და არც თავი, მაგრამ ბიჭო, აი მონსტრების იდგა. მოვიდა მლესავი დადგა მზესავით კედელთან. კედელთან. ბიჭო, აი ისეთი მონსტრების კორპორაცია, რომ უბრალოდ მონსტრების კორპორაცია სასაცილო კიდევ რაღაცა არის. ხო. მე მგონი ფრიქ შოუა, ჩვეულებრივი ფრიქ შოუ რა. ანუ ცირკულო ძალიან დაბალი დონეა. ძალიან. არა, ეს ბიჭი გაახალისებს. კომედიაა რა. აი ხა ეს გაახალისებს. ეს სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით პოლიტიკურად გეგელია საბაბუაძე და თაზო დათუნაშვილი. იქით მებრძოლი აქტივისტი ყავდა ჩვენ, რომელიც სამწუხაროდ ისე გავდევნეთ ჩვენი ეთერი. ვინ? აკაცუკი. აკაცუკი არა, გავდევნეთ რა. ჩვენთან არიან მირაბ კოსტავა და ეთიკო ფაიტენიო და ისა კრევო. ტიხირო ძმაო. აი კრევოც ფეხია. აკაცუკი ერთხელ კიდე გავუშვი რა. იმიტომ რომ აკაცუკების იმაზე რა ქვია, ზეპირსიტყვერებაში ანერგვაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ. ჩვენმა გადაცემამ ძალიან ბევრი იმუშავა მაგაზე და ხალხი უკვე აქციას აკაცუკებს ეძახის რა. ჩვენ ძალიან მაგრა გავარჩიეთ და დიდი ხანი ვაკომენტარებდით და მე გეხვეწები ნინი ჩავაგდოთ. ჩავაგდოთ, ჯერ გუბაზე აკაცუკი გავიხსენოთ. გუბაზე. გულბოს იკამელია ძალიან შეამცირა, იმიტომ რომ ხალხში იყო განწყობები ასეთი უკან საყივარი, რომ აი პოლიტიკოსებს არ გინდათ არაფერი, კაი ცხოვრება გიყვართ თქვენ და არ იძვით და მარტო ტელევიზორში ხართ. წავიდნენ, ციხეში წავიდნენ ბიჭები. პოლიტიკოსები. აი მელიასთან რა ნაგლია რა. ვაიმე რა უნამსო კაცი. მე ვერ წავალო თავში ვარ ნაცემიო, მაგრამ აზრებულად წავიდა. ზურაზე აგერ თქვენ, ნიკამელია ნახე როგორ წავიდა, კაცო.
ამის მოკამელი კიდე არ მაკეთოს რომ ამოვა და მაგის სალიბის ვამაყობ თქვენით ბიჭებო რა. აუ ბიჭო ვამაყობ არ შეიძლება რომ დაუძახოთ კომისიაზე ამას და მე ვნახოთ რას იზა. ხო, მაგრამ ამან რა აკეთა მაგ პერიოდში? ხო, ისე უნდა დაუძახო, იმ არა აკეთა იმ. არა, ეს რატო უნდა დაუძახო? საჯდომი რო აჩვენა, არა, იმ ამას არა რატო უნდა დაუძახო, იცი კომისიას? იმან ძალიან ბევრი აკეთა. იმან აკეთა. ნაცების დროს იყო ეგ NGO-შნიკი, რო ამბობენ რომ ნაცების დროს მაგას არაფერი არ უკეთებიო. ნურას უკაცრავად. ნაცების დროს ეგ იყო წამყვანი NGO-შნიკი, რომელიც მუშაობდა მარტო იმაზე, რომ გაეშავებინა ქართული ოცნება. ანუ ერთ-ერთი მთავარი ასეთი ბევრი იყო რა. რომ აი უყურე ჩვენ კი არ ვამბობ მაგას და ჩვენი მომხრე და ჩვენი პარტიული კი არა, აი დამოუკიდებელი თავისუფალი დასავლეთიდან დაფინანსებული NGO-ს წარმომადგენელი ზურა ჯაფარიძე მაშინ ჯერ გირჩი არ იყო, ამბობს რომ ეს არის რუსული პროექტი. ეს აკაცუკი არ არის. აკაცუკი არის, როცა ტექსტით გამოდის და იხსენებს გავართო ჰარი პოტერი, ჰოგვორტსიო, როჰანიო, გენდალფი და პროტოგენსიო და გიროევ ლიცო, მეგობრებო, აი ეს გავუშვი, პიკაჩუ არის, აი ეს გავუშვი. აი ეს საქართველოს განვითარება, როგორც ქვეყნის ქართული ეკონომიკის, ქართული კულტურის შენარჩუნებაც, მათ შორის თუ არ ვიქნებით დასავლეთზე ორიენტირებული. ბატონი აკოპოვი ეს პიკაჩუ არის, ეს სხვა არის, აკაცუკი სხვა. ბიჭო, შენ ამას ხო დაუძმაკაცდი? კი, კომუნიკაცია გქონდა. რატო დგას ისე უგარეთ? ბიჭო, არ ვიცი, არა. ვერ მოკაჩე? არ იცვლის პოზიციას. ეს ძველია ხალხო. ძველია, პრინციპული ბიჭია. არ იცვლის პოზიციას, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ ჩვენი პიკაჩუ გახდეს. ერთი დავპატიჟოთ რა რესტორანში. კი. რა უნდა მე დავპატიჟე, მაგრამ არ ვსვავო. რა სჭამს იცით პიკაჩუ? არ ვსვავო, რა შეეწევიო? არა, არ ვსვავო, რა ცოტა ვსვავო. ლუდი პიკაჩუ მიყვარს. რა სჭამს? მე რა ვიცი რა სჭამს. ხო და რესტორანში ხო პატიჟებთ? არა, რაღაცებს სჭამს. ხალს. რაღაცას ჭაბლს. კი, პიკაჩუ კაი, გავუშვი გაიქცია. კუბაზე კიდე ერთი. პიკაჩუ, ბიჭო. რესტორანში ხო პატიჟებთ? არა, გავუშვი. მული რო ხარ და ვიღაცის სიკვდილი გინდა და მოწყვეტა გინდა, უკვე ქრისტიანი აღარ ახარ და ქოცობა ასეთია. სიბოროტით, შურით, შიშით, ფობიებით აფეთქებული გონება აქვს ქოცობას და იდეოლოგიაც ეგეთი აქვს რა. გულბოზი იქიდან რომ მასონებს და ხვლიკებს და რეპტილოიდებს ებრძვიან. უი, რა საინტერესოა, რეპტილოიდი ხო არ არის ეს? ამას სუკანი რეპტილოიდი. რუსკი გარაბლის გზაზე გავაყოლებდი, მაგრამ უყურე მთავარ თემა რა არის. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის ერთ-ერთი მძიმეწონოსანის მოსაზრებას, რომ ჩვენ ყოფილვართ თურმე სიძულვილის მთავარი მამოტივირებლები და რომ ამბობთ, რომ ვიღაცები უნდა გადაშენდა. ოღონდ ერთი მსგავსი გამონათქვამის კი არ არსებობს ჩვენ მხრიდან და გავიხსენოთ საპირისპირო. ბიომასა, რომელიც ეკუთვნის ნიკა გვარამიას. დედის გინება მასობრივი. ნიშამ შვილდაძე, რომელმაც აქციაზე შეკრებილ ათეულობით 1000 ადამიანს პირდაპირ დედა შეაგინა. ის ჩემი საზარელი პერსონაჟი გია ბუღაძე, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას თუნამი წაგლეკავდა. მეტაფიზიკური სასჯელი გვივლინა. ასე კიდევ ბევრია ჩაფუთხების კამპანია. შეგიძლიათ ძალიან კარგ რამეზე საუბროთ. შეგიძლიათ რომ პირველი ის ბიჭის საშიში მოწოდება რო ქონდა კიდე ერთხელ გავუშვათ კი. რამე აღმოაჩინეს ვეჯი? იცი უკაცრავად ეხლა მოემზადები. просто რამდენჯერ მოსმენამაც შეიძლება დაგუზაფროს რა. მე და ძალიან ძიმეა. ეგეთ რას მოსმენა ძიმეა. ხო, დახურულია ყველაფერი, მაგრამ გავუშვათ. ნეპრესიებზე იზრდება, და ამიტომ რო გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ ვიწოვენ თქვა სიტყვები ძის სოციალ-სამყარო იმპერია. შეცდებიან ჩვენ მიიღებთ. გავცეთ. მოკლედ, ამ ბიჭის სახელი და გვარი იცით რა არის? ის ხო რომან აკოპოვია ძალიან მაგარი. ამის არის ხალიბეკ მაგამედოვი. ო, კარგი. ისლამ თუ არ ვწდები არის დაღესტნიდან და ის გასაუბრეთ ისლამ მახაჭევი რო ამბობს send him to 3 years in Dagestan and forget. იმენა ის გუნდა გაუკეთა. ამას 2-3 წელი დაღესტანში და forget. დაივიწყო. ანუ ეს იმენა დაღესტანში უნდა გაუშვა wrestling-ზე. wrestling-ზე არა, просто უნდა გაუშვა იქ. ჭიდაობა. თავის ცურვა უნდა ასწავლო იქ. ბუნებრივ პირობებში. არა, მაგარი ხალხია აქციაზე. ძა. კიდე გუბაზე გავა. აკაცუკი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი ვიდეო. კუბას სანიკიზე უფლის სამართალზე თუ შეიძლება. აკაცუკის რა მოძებნა უნდა. ავდა კარგს ვერ გაარჩევ, შავდა თეთრს ვერ გაარჩევ. დაჟჯა უფალმა იცის
უფლის სამართალი ყოველთვის დაჟჯადი არის, ხო? როგორც ადამიანებს ასჯის, ხანდახან ერებსაც ასჯის. რატო გჭირს ასე? იმიტომ გჭირს, იმიტომ ვერცხლს გავყევით. ბიჭო, კაცი რომელიც ცნობილი არის იმ ფარული ჩანწერით სადაც მილიონერი უნდა გავხდეო. ანუ ყველაფრის ფასად მე მილიონი უნდა ვიშოვო და ანუ არაფერი არ მიღებს. იმად თუ მე მილიონი არ ვიშოვო, ეს ლაპარაკობს რომ ვინმე ვერცხლს გაყვა ბიჭო და ამუნათებს ვინმეს მაღაზე? ანუ კაცი რომელიც პირად საუბრებში მარტო იმაზე გოდებს, რომ ღმერთო მილიონი მაშოვნინო, ყველაფერს ვიზამ რომ მილიონი ვიშოვო. ეგ არის ეგ, რომელსაც ჰქონდა რომელსაც აქვს დაუოკებელი სწრაფვა, რომ ბოლო-ბოლო ტალონებით კი აღარ მიიღოს ანაზღაურება, არამედ ვერცხლი მიიღოს თუნდაც რა. და თუ გახსოვს ამუნათებდა მიშას სექსი და ოქრო? ამის კაცი ხარო შენ? აჰა, შალვა ჩაგიგდებ აკაცუკის. შეგაძვრენთ მიშაში. შეგაძვრენთ მიშაში, ეგეც. აუ, არა, მაგარ რაღაცებს წერენ ჩვენი მეგობრები გვიყურებენ. ხოძე, მაინცა. აბა გაუშვა? დურთე. თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო. აქ თავარია. ეს მოკლე. ერაბ კოსტავას სული რო არის კიდე ეგაა ძალიან მაგარი. ხო, ნუ აკაცუკი ეს ბიჭი სად არის? ვინმე ნახა? დაბულინდა. ის მე აღარ. კი ბატონო. ბიჭო, გეხვეწები ძალიან ბევრი მოგვივიდა, მაგრამ აღარ გაუშვა. არა, ერთი ძა პირველი ტიპი ვინც აღარ გაუშვა. სხვა რამეს გეუბნები, კაგრას ხო ვახსენეთ, რომ ფაქოს გავსკო, ფაქომ გამომიგზავნა ოისი და მოიცადე. რავ. ერთსა. მიიდე მიკროფონი. ეგ მე მეღატაება, ეგ პაგას ნახე რა დღეს ჩავაგრებ, ნახავ მაგას. მაგ ნორმალმა მეკორტოვია. გასაგები. კაი, მაგას გონდალ დაკის ვოისიც აქვს. ხამაზის ვოისიც შეიძლება კარგად წავიდეს მაგაზე, ხო? ბატონო. გავუშვით ლევან სალიგიძე, გუბაზის ვაჟი, გავუშვით. გულბოზ ჯუნიორი. გულბოზ ჯუნიორი. ვაჟი. ამ წუთას უფრო მარტივი არის დამიჯერეთ, რომ დავარწმუნო ადამიანი, რომ არ მისვლით, უფრო გაუფუჭებს ბიზნეს საქმეს, ვიდრე მისვლით. აი ეს შეკითხვა იმ პარტიებთან, რომლებიც განიხილავენ მისვლას. რა უფრო მარტივია? ამუშავებს დარწმუნება, რომ მისვლით, გარისკვით, იმიტომ რომ ის ხო რისკია, რა ბიულეტენი დახვდება, ისევ არ იცის, ხო? და მით უმეტეს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ შედის. ეს გზა არის მიმყვანი ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. ყოველ შემთხვევაში ამ გზას მეტი შანსი აქვს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანოს, ვიდრე უფასოდ შევარდე და მელაპარაკო მტკვარზე ახალი ხიდების გადებაზე, რომელზეც ვერავის ვერ დაარწმუნებ, რომ რამე შანსი გაქვს, რომ თბილისის მერიის შენობაში შეხვიდე. გასაგებია. არა, მამაზე საზარელია ეს. მამაზე ის ურჩევნია მამუსაო, ზუსტად ამაზეა, ხო? ხო, ოღონდ ნეგატიურ კონტექსტში განავითარეს ეგ ხაზი. მე გულბოზების დინასტიაზე უკეთესია, ყავს არა ვინმე ეს? თხოვეთ, მე ეს პიდეკანტროფი კაცმა რო რაღაცა თქვა. ლევან ხაბეიშვილმა. ჩამიგდე, მე შენ ჩაგიდე, შენ ჩამიგდე, მე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აი აქ არის, კი ბატონო, აკე? მოიცა, აი აქ არის. რა უნდა გაუშვით, აი გაუშვით. პირველ ყოფილ ავადყოფს. გაუშვით. დელი მოცემულობით გადის გახარია საქართველოსთვის და სავარაუდოდ ისე რადიკალურად და გადაჭრით არ ვთქვათ როგორც გახარიას, მაგრამ მაინც გადის ლელოც. დაერქვა საზოგადოებაში თავის სახელი, რომ ვინც არის რა ვიცი, რა ბოზები არიან რა. ხო. ბოის ერთსა მე სანამ უშუალოდ იმის გახილვას გავი. ორ რას შუაო? ცეცხლ შუა. ცეცხლს მოგონი უნდა შეიცვალოს. აი ეს ორ სხვა რაღაცას შუა უნდა იყოს. კი ბატონო. ორ ჩლენს შუა. და ნაკლებად ცხელს. წევრს შუა. ორ კვერცხს შუა შეიძლება ესე ითქვას. კი ბატონო. მოკლედ მე ვთქვა მინდა რომ ბოზები არიანო და პროფესიით მოწოდებით ბოზი. გალიმი ბოზი, ესე ვთქვა. კუტანკა. ხო, ნუ ამაზე მეტი ბოზობის ეტალონი. ქუჩაში გინდა, საქმეში გინდა, გავიხსენოთ თავს რომ იკატუნებდა მტრად, ვითომ რომ ნაცემი იყო და აჩვენებდა ნაცემად თავს. იმაგატელი რო იყო და შენ ამბობ ხელს რო ირტყავდა. ბოს რო ვიღაცას დაუძახებს ესეთი ბოზი. აი აპოკალიფსი რატო არ ხდება რა? მიწა რატო არ უსწრებს? შენ ამბობ რომ ბოზი ბიჭია. ბოზია. აი იარლის ხვადე პირდაპირ არის ბოზი. ოიდეს და რა ვინმე რამე თქვას რა. აი სრული პასუხი კურტიზანია. როცა დაიჭერე რა, აი ბოზივით იქნება მარტო კამერაში.
როგორც სხვები არიან სხვა დანარჩენები. კი ბატონო. კურტიზანი ხაბე. კურტიზანი ხაბე. ხო, ახლა ეს ძალიან საინტერესო, ასევე არის მოზიკილი გავაგრძელოთ. რას ამბობს ეს ხო წულუკიანზე მაქვს, არა? აბა შეგებენ გავუშვით ნახეთ რას ბედავს. თანამშრომლობაც ცხადი არ ვაპირებ მაგ კომისიასთან, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიდოდი და პირდაპირ გეუბნები თავს მოვაჭამდი წულუკიანს. შენი ხო, აი ეს ეხლა რა, აი თავს მოვაჭამდი, აი ვიღაცამ ხა ამის გამო თუნდაც ამის გამო რომ ცემოს. გახსოვს ჯერ კიდევ როდის ამბობ რომ ძალიან არის აპლატავებული თქო. ხო. ვინც ეს ააპლატა? არა და პირველ რიგში ისაა ჯერ საცემ. ვინც ეს ააპლატა? რუსის ბარაბანს არ მოხვედრია ამას რომ მოხდა და რატო არ ააპლატა? ტიპი არის რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ამაზე ჩმორი, ანუ ამაზე არის. ამაზე უფუნქციო ვამბობ, ანუ უგორ წინავიდეო რა იყო რომ სადაც ანუ ქუჩური გაგებით ხო ლაპარაკობს რომ ვიღაცაო არისო როსკიპიო რა. ხო. ტიპი არის რომელიც არის სულიერი კონსტიტუციით როსკიპი. პოლიტიკურად, ქცევით, გამომხატველობით, ქართულ კულტურასთან შესაბამისობით, ანუ ყველაფერს თავიდან რომ ანუ ქალზე საჯაროდ საუბრისას რომ აი ამ წინადადებას იტყვი ან მან დამთავრდა შენი ყველანაირი მიმართება რაიმე კაცთან თუ არსებობდა ოდესმე და ამის შემთხვევაში არასოდეს არ უარსებია. არ მიმაჩნია ცემა სწორად, ცემა არაპედაგოგია, მაგრამ რიგ პიტეკატრობებზე კარგია და თავს მოვაჭავ, რას ქვია თავს მოვაჭავ, ვის მოვაჭავ შე? ამის მოჭმული მე გადავები ბიჭო. კი ბატონო. მოდი გავუშვათ გედევან ფოფო. კევს ვერ დაღეჭავს ეს რა. ჯედი რომელიც საზოგადოებას დაპირდა რომ მე პირველი არ გავისვრიო. ოღონდ ვინც გაისვრის მის დავხვდა. მოიცა გედი ამდენ ხა ტყუიას არ დახვედრია? არა, არ გასროლილა ტყუია ჯერჯერ. მაგრამ არც თვითონ არ გაუსროლია და მაგრამ ხო ელოდება. რიგში პირველი ჯოე გავიგე, მაგრამ პირობას ასრულებს. პირობას ასრულებს. მე უკვე მშვიდად ბზინავს რომ გედი პირობა შედგება ორი ნაწილისგან. ერთია რომ არ გაისვრის და მეორეა რომ გადაუდგება სხვის დასრულს და შეთვის რომელია უფრო მნიშვნელოვანი? ცალსახად ბიჭო მე მშვიდად ბზინავს რომ გედი რო ვიცოდე რომ ტყუის სროლას აპირებს უკვე ვეღარ მოდუნდები და ვეღარ მოდუნდები უკვე ყველგან თვალები უნდა გქონდეს რა. ნიკა გვარამის სიტუაციებიც კარგად ვიცი, მე შეიძლება უფრო მეტად ნერვიულობ და ნიკას სიტუაციას ვიდრე თვითონ ნიკა, იმიტომ რომ ნიკასთვის ეს რაღაცა ყოფილი იქცა, მე უკვე ნამდვილად მომბეზდა რომ დილას გავიღვიძო და კონდეს ისაზე რომ ჩემი მეგობარი ტყუილა ძის ციხეში მარტო იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა ვერ შევქმნით ისეთი სახელმწიფო სისტემა, სადაც უდანაშაულო ადამიანს პოლიტიკოსი არ არის. ეს ელემენტარულია. უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ უნდა არის. არა ისეთი. გვარამი არ არის პოლიტიკოსი. ნიკა გვარამი ხო უდანაშაულო ადამიანია. ძალიან მაგარი რაღაცა თქვა. ჩვენო პოლიტიკოსებმა ვერ შექმნით ისეთი სისტემა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულო არ ჩაჯდეს და თავარი სისტემა, რომელიც უდანაშაულო ხალხს ვავდა, ნიკა გვარამიას შექმნილია ერთ-ერთი. რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი ტიპია რა. ეს პროლიზმია რა. ნიშნის მოგევი. არიცის? ზურას ძმა გია ჯაფარიძე თხოვთ. ესეც საჯდომით საუბრობს? არა. არა აქ ეგნიჭები? გზავნილი არის რომ ვაგზელებთ ბრძოლა, ზურა არის, კარგად ზურა არის. მხნედ და იქიდან აქეთ გვამხნევებს ყველას. მე არ მქონია კომუნიკაცია, არც ვიცი როდის მექნება, მეგონი მასზე დამოკიდებული ვისი ნახვა მოუნდება და ვისი არა, არ ვიცი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვის ნახვა არ მოუნდა ადამიანებისგან ვინც ის ნახა ზურა არის. მხნე კითხულობს. ბევრს სხვა იქ რა უნდა აკეთოს, ის საუკეთესო მეგობარია. და აქეთ გვამხნევებს იქიდან. გავიგე არ ვიცი რატო და რა შუაშია, მაგრამ კაცი ადამიანი ვისაც გაქვთ კარგად საკითხული და გახსოვთ პერსონაჟები, მან არის ერთ ძალიან მაგარი პერსონაჟი ლუარსაბის ძმა, გახსოვთ დავითი. კი, და ლუარსაბი, როდესაც დარეჯანი მოყავდა, მოკლედ გარიგებით მოყავდა რა და რომ მივიდა იქ ეკლესიაში ნახა რომ სხვა ქალია და ეს არ მინდაო რა და დავითიც ახტა რას ამბობთო ხო როგორ გაიყვანეს გვერდ დავითი გაიყვანეს რა გაძლევთ აღარ მახსოვს რამდენი 5 უმნაც მაგრამ როგორ გავყიდა 7 ის რა და გაიო მაშინ სერიოზული კორცილი ჩაინიშნებოდა რაღაც ეგვაიბი წამოიღო უცბად რა სხვა შორის მეორე ხარისხოვან პერსონაჟებში დავითი არის ტოპ ტიპი სხვა შორის ლუარსაბ დათკარიძე ქართულ პროზაში არ არის უარყოფითი გმირი აი და გამოვიწვევ ახლა მე ყოფილებას, მაგრამ ჩემი აზრით დადებითი გმირია. ამას მე ახსნე რატო. ცალკე მონოგრაფიაში. მეხმარება ისა ნანუკა ჯორჯოლიანი, მაგან იცის კარგად. წერავს.
არა, ერთად წეთ მონოგრაფია. მეც რო დავიჯერე, მეთქი რამე სერიოზულად საუბრობ. არა, არა, მეთქი პოდკასტი აქვს, რამე რაც არჩევს. არა, უარსაბის ჯოლიანი რედაქტირებას ახდენს ტექსტის და წყაროებთან მუშაობაში მეხმარება. კი ბატონო. ელენე ხოშტარია. ქართული ოცნება ვერ ტეხავს ოპოზიციას. ქართული ოცნება ვერ აიძულებს ოპოზიციას. რა, არაფერი არ გასატეხი. მისი ლეგიტიმაცია აღიაროს და ცრუ ყალ პროცესებში შეიყვანოს ქართული ოპოზიცია. ეს არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება, არც ზურასი, არც ოქრუაშვილის, არც მელიასი, არც გვარამიასი. ეს არის ბრძოლის სტრატეგიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ რეჟიმი იგებს და ჩვენი პარტნიორები იგებენ. რომ ჩვენ ყავს იმ ტიპის ოპოზიცია, რომელიც არაფრის ფასად მათ აღიარებას არ აპირებს. შეხედე? არიცი. ხო, მაგრამ რუბლები როდის დაერიცხება? ეგ თავარი ეს არის ახლა. ხვალ, ხო? თუ ზეგ. კი. ხო, რეალურად ესეთი სახელს შელახული სუბიექტი, როგორც არის ხოშტარია, ოპოზიციურ სპექტრზე, არის ძალიან ცოტა. მიუხედავად ამისა, მას რო ყოფნის თავხედობა და მის მხარდამჭერებს რო ყოფნის თავხედობა, რომ ამაზე მაინც იძახონ, რომ ეს არის ქვეყნისთვის მებრძოლი პატრიოტი. ეგ არის ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ დავიწყოთ იქინა, რომ ადამიანი არის, რომელიც თვითონ ყვება, ხო ამას ჩვენ ხო რაც დედუქციით ხო არ მეყვება. სანდრო გირგულიანი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. სანდრო გირგულიანის კვლელებთან ერთად შეიკრა, მათ პარტიაში ჩაჯდა და გახდა მათი თანამებრძოლი. ანუ შესაბამისად გაიზიარა მათი ჩადენილი დანაშაულის ტვირთი. ან აპატია. ან ხო, ან აპატია, ან ჩათვალა, რომ ეს გასაკეთებელი იყო იმისთვის, რომ მათ წარმოდგენაში ქართული სახელმწიფო არა, აპატია, იფიქრა, რომ ძალიან დიდი ტრაგედიაც არ მომხდარაო. ამასთან ეს არის როცა თქვა, რომ ხა რა გადამაყოლეთ ერთ სანდრო გირგულიანს, მან დიფიქრა, რომ ამასთან ეს არის ხალი, რომელმაც გიმოში ისწავლა ორჯერ, ბიჭო, ორჯერ, ერთხელ კი არა. ერთხელ ისწავლა დაამთავრა, წამოვიდა კი არა, ჩავიდა მეორე და მეორედ ისწავლა. და ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც უკვე საქართველოს აღარ იყო საბჭოთა. როდესაც საზღვრები იყო გახსნილი და ნებისმიერ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში შეეძლო რომ ესწავლა. გიმოში ისწავლა ორჯერ. და დღეს უკვე 2 წელი არის დადასტურებული აქვს, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება ფული, რუბლები. და მაინც უტიფრად თვითონ ამბობს და მისი ტიპები ამბობენ, რომ ეს ებრძვის საქართველოში რუსეთს. და ეს აპირებდა, რომ იმას რა ქვია თვითფრინავის დაწოლოდა, რომ არ ჩამოფრენილიყო. პირველმა გადო ძალიან მაგარი რაღაც. შეგვიძლია ვნახოთ? სკრინია და წავიკითხავ რა. უტელევიზოროთ ყოფმა ნიკა მელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული გოლების რაოდენობა სხვა პატიმრების რეაქციით. რას მეუბნები ბიჭო? ანუ ჩვენ უკვე წამების მაგ მასშტაბებზე გავიდით? სერიოზულად, ანუ მე ძმაო მოიცა, მე ძმაო მე ქართული ოცნების ხარდამჭერი გავხდი მას მერე, რაც ის პირობა გავიგერო ციხეშიო წამება არ აღდგება. ანუ აღდგენდება. ეს რა არის? მე მახსოვს ამას რა განსხვავება არის პრეზერვატივი ჩამოცმული დუბინკით გაუპატიურებულ ნაცების დროს პატიმარსა და მელიას რაც გაუკეთეს ახლა. მე მახსოვს კვარაცხელიას გოლი უნდა გაიგოს პატიმრების ყვირილით? მე მახსოვს მე-6-ე რო აშენდა, არ აშენდა და ისე შეასახლეს ბიჭები, პატიმრები. არა, შენ თემა გადაკა. მაიცა გითხრა რა. გახსენით მე-6-ე. ხო, მე-6-ე. ოღონდ ეს ციხე იყო 10 ჯერ გახსნა. მე-6-ე გახსენი. ხო და არაფერი არ. ვიპი ვარ, ვიპი. არაფერი არ. ამას ცოცხი არ ჯობდა? არაფერი. ნიკასთვის არ ჯობდა? არაფერი არ იყო საერთოდ, არაფერი. ყარას გოლი ვერ ნახავს. არაფერი არ იყო საერთოდ და იყო მარტო შკონკა და რაღაცა საჭმელი იყო, იმას არ შეიძლება. მოვიდა ახალაია და რაც გამოვტყუე მე ბიჭებისთვის. იყო კიტრი და პამიდორი. კიტრი და პამიდორის გაკეთება, შესრულება მისჯილებისთვის უკვე. იყო უდიდესი ამბავი რა, რომ აი ადამიანს კიტრი და პამიდორი მიეწოდეს ლარიოქში რა. რაზე ლაპარაკობთ? ბიჭო, არ მე შესახლებიდან 1 საათში ვარ ქონდა ტელევიზორი? არა, მე მახსოვს ნიკამელია როცა იჯდა ციხეში, პირველი მეგრული გოლი ვერ ნახე ჩემპიონთა რომ გამოვიდა დაახლოებით ქონდა ის პრეტენზიები, ერთ წამი რა ვიტყვი. ის პრეტენზიები, რაც
გააჩნდა ბატონ ბრეივიქს. ბატონ 브რეივიქს რო ქონდა პრეტენზია რომ მაგალითად ინტერნეტის სიჩქარე. ერთ წამი მათქმევინეთ. ინტერნეტის სიჩქარე არ დაგავდა. ინტერნეტის სიჩქარე, PlayStation 2 ქონდა, არადიეტური კარაქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ ოთახში ვარჯიშობდა, მეორეში ისვენებდა, მიშანზე კაი პირობებში ნამდვილად იყო. ეხლა ნიკა მელია რო გამოვიდა, თქვა რომ მე არ მომწონდაო და ახლა განათებაო, იმიტომ რომ თვითონ განათების დიზაინერი თვითონ ფერი ცალკე, მაგრამ თვითონ განათების დიზაინერი რაღაც სინემატიკური განათება ჭირდებოდა. აი დოგვილში რო არის ხო იცი ცოტა ისეთი რა. ან წევა უნდა განათება ცოტა სიკაშკაში არის. მე მგონია რომ ხატრული განათებაა და ფერი და ყველაფერი დამაკმაყოფილება, მაგრამ ხატრული ეს სინემატიკური კადრები აქ. სტატისტიკა. და კიდე ერთი წუთი დავამთავრებ. და კიდე გამოვიდა და თქვა რომ იცი რა იყო მენიუში იყო საბჭოთა გადმონაშთი პაფლოცკიო და ამაზე მახსენდება სუის ძველი აკაცუკების აქციიდან ტიპი რო გამოდის და დაგვიჭირეს რუსულადო, გვაჭამეს რუსულადო დეგენერატი. გვიქნეს რუსულადო, არა გვიქნეს რუსულადო, მაგრამ მე მარ არ არა ძმაო, მე თქვენგან მოველი ემპათიას შეიძლება ამაზე დიდი წამება არ გვინდა მე აბუგრეების ფაილები მაქვს ნანახი კი ბატონო გავიგეთ ეს ირონია უკვე მისაღებია ეს ირონია გავიცინეთ ყველამ გასაკეთებ მე არ მეცინებ მე არ მეცინება ზმაო კაცმა ტრანკვილიზატორი 5 გოლი გაიგო ყვირილით და 5 გოლი ვერ ხუთი გოლი ვერ ნახა სეტანტა არ ქონდა ჩართული კამერაში საშინელება არ ვიცი მე ხვალ გადაცემაში ვიქნები თუ არ არის და დაითვალა ეს გადამიწყვეტს მე ყველა კი ბატონო ეხა გავუშვათ თინა ბოკუჩავა და ძალიან მაგარია გავუშვით ეს თუნა აიფონა დაანახეთ ყველა დაგვიჭირონ და დაგვატყუონ და გაგვანეიტრალონ და აგვაორთქლონ მართლა ჩვენი შვილები დაანახეთ აგრძელებენ ამ ბრძოლას სულ აქამდე მივიდეს მაგრამ დარწმუნებული ვარ ფეისიდან ამოიღეს იმიტომ რომ გაცილებით უფრო მალე დავამთავრებთ ჩვენ ამ ბრძოლას ვინც სად არ უნდა ვიყოთ ვიქნები მე ნიკასთან ერთად საპყრობილეში თუ ვიქნები მიშოთთან თუ ვიქნები ახალი აიფონით და ეს კარგად უნდა ესმოდეთ ხო ანუ აგვაორთქლოთ ანუ გავაჩეროთ ეს იგი ვინმე აპირებს ამის ან აორთქლებას ან დაჭერას მარა შეიძლება დაგაკეციანონ გრიგოლ ეგარდა გავიწყდეთ რომელიც შენ ნახე ტრასაზე კი დღეს აქენა ხო არ ერთვება დღეს მქონდა მაგის ბედნიერება ხო ბატონი ხო გეგელი ნახე ლაივში ჰამილტონ გეგელი ხო ძიმე მაგრამ მას აქვს ბოლო მომენტი რომ მიხვდეს რომ თუ ამ ქვეყანაში არ ჩაიშვება ახალი საპარლამენტო არჩევნები წესიერად ჩატარებული ახალი ცესკოთი და შესაბამის პირობებში თუ ყველა პოლიტიკატებანი არ გათავისუფლდება ვერავითარ ნორმალიზებას ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვერც ევროპულ კავშირთან ეს რეჟიმი ვერ მიაღწევს და ამას ეკება ძალიან შეუქცევა და ცუდი გავლენა კარგით ერთი წუთით მე მაქვს ჩემი ესე იგი მოსაზრება რატომ დავინახე გრიგოლ გეგელია უნივერსიტეტის ქუჩაზე შალვა რატო აბა რა ხდებოდა ფორმულას ოფისი არ არის მათ დამამთავრებინე ფორმულას ოფისი არის დელისთან ხო ფორმულას ზღოლმა მოკითხა წაიყვანა და ჩამოსვა უნივერსიტეტის ქუჩაზე ლაპარაკი თვითონ საქმე კონდა არა თვითონ იქით ბაგებში ეთქობა საქმე აქედან რომ პირდაპირ ჩაუყვები ფეხითო და გადაყვა დელისთანო მიყავდა სახში მაგრამ ლაპარაკი დაუცხო და ვერ გაუ არა ფორმულაში მიყავდა და გზა არასინგის ხერპლი ხო არ გავს გზა წაიყვანა და მძღოლმა იფიქრა რომ მე ბაგებში მაქვს ეხა ეს დატოვე მართლა ტელევიზიასთან მობრუნდი და უთხრა რომ აქვე ჩამოგზო შენ ფეხით დაებერები ქვემოთო მძღოლის არასინგის ხერპლობას გამორიცხავ არა ბაჭო დღეს მე გადააგდო რა მანქანიდან რატო არასინგის რა ტიპის არასინგი ეხა მაგას არ დავკონკრეტებ კარგი მაშინ საბაბუაძე გვეტყვის სიმართლეს ბოლო-ბოლო თავარი რაც ჩვენთვის არის უცვლელი და თავარი რაც ამ პროცესში ჭირდება და თქვენი კითხვის საპასუხოდ თავარი რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის რომ ჩამოვყალიბდეთ საზოგადოების თვალში როგორც მკაფიო ალტერნატივა ეს არის თანამშრომლობა იმიტომ რომ შეუძლებელია შენ ხალხს ერთი ხელით ეუბნებოდე რომ საქართველოში სრულად მოგუდვა ხდება ყველაფრის და ბელორუსიზაცია ხდება ჩვენი ქვეყნის და მეორეს მხრივ იქ ცალკე რაღაც ინდივიდუალური პოლიტიკური პოზიციონირება მიდიოდეს და ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს და ის რაც საზოგადოებას აი ამ ალტერნატივის დანახვაში აფრთხილებს სწორედ ამ თანამშრომლობის კარგი გასაგებია თანამშრომლობა თქვენ არ გამოგდით იმიტომ რომ ჩამოყალიბებული იდიოტების გარდა ერთმანეთს ვერ იტანთ მეგობრებო
ვერ იტან. ბიჭო, ირაკლი ტაბლიაშვილი როგორ გავუმაზეთ? ირაკლი ტაბლიაშვილი. კი და ძალიან მაგარი. გაუში ტაბლიაშვილი. ძალიან მაგარი ხაზით არის თან. გაუში. უსმინე, გური. მეტყველებ, კარგად ვარ 52 წლის, ფეხის ზომა მაქვს 44-45, ჩემი მეუღლე ამბობს 45, მე მეუბნები 44, მე კი სიმაღლით ვარ 1.82 m, თუმცა ჩემი მეუღლე ამბობს 83 მყავს, მეუღლე მყავს, შვილები და ასე შემდეგ, ხო? და რომ არ დამავიწყდეს, ნებისმიერს, აი აბსოლუტურად ნებისმიერს. ივანიშვილ კობახიძეს, პაპუაშვილ ბინარაძეს, ვოლსკის, წულუკიას, ზარკუას და კიდევ ზეჭკვიარ კაცს დიმიტრი სამხარაძეს ვიწევ ღია ეთერში. ყოველ ჯერზე გავიმეორებ თუ გნებავთ. რა შუაშია? სამლები დაავიწყდა და იმ შუაში გამოტოვა. გამოტოვა სამლები. ესეთი ანეკდოტია პარუჩიკიჟევსკი და სხვა პარუჩიკები არიან და შემოდის ტატიანა რასტოვა და Изахен, почему что это за игра бильярд? Куда вы это шары катите? Лузу загоняете, рада? Офицеры молчат, гусары молчат, все, рада? Зомебზე რო დაიწყო ლაპარაკინო 45-44 მაქორან ჩემწოს გონია ამ ხელა ზომა სიმაღლე ამ ხარ მან უბრალოდ უხერხულია და ვერანაირ ხუმრობას ვერ ვიცი. არა, გადაავიწყდა წამლები და არ დავცინა მაგის გამო. არა, ეს არის აუნტყოფი ბიჭი არა. 45 ზომა თუ აქვს, ფეხიც უნდა მივიდე იქა. რა კავშირია? თემა რა არის? მართლა მაინტერესებს. არც ფეხის ზომა არის ის და არც სიმაღლე თავის. თავისი კი? არა, სიმაღლე თუ რაღაც ამფარგლებში. ცოლი ზომავს. ხო, დაი, მოდის, ხედავ როგორი შუტკები და არა. მოძინავს გაზომავენ ხოლმე. აი, შემდეგ გამიძე გადავიდეთ და უკვე ცუდი შუტკები მოდის და. კი და აფიცერი გართულდება, როგორ დავამთავროთ ეს გადაცემა. კარგად სიმაღლე ციგანე. ვალავდებ. დიამეტრი.